ღვთის მშობლის მოზაიკა დაზიანებულია. დიდი შანსია რომ ჩამოვარდეს. ერთი წლის წინ ჩვენ გვთხოვეს გვემუშავა კონსერვაციის პროექტზე. ამჟამად 25 სპეციალისტია ჩართული და ერთობლივად ვმუშაობთ. როგორ გადავარჩინოთ უნიკალური მოზაიკა? გეგმა უკვე შევიმუშავეთ. ბევრი მუშაობაა საჭირო რომ ის გადავარჩინოთ. მოზაიკა დიდია და სავარაუდოდ 4.5 წელი გაგრძელდება მთელი ეს სამუშაოები. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. უკვე რამდენიმე წელია გელათის აღდგენა კონსერვაციის სამუშაოებზე პასუხისმგებლობა საპატრიარქომ აიღო. შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტიც, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის საქმეში ჩაერთო საზოგადოება ივერიისა, რომელიც მიმდინარე სამუშაოების პროცესში საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებს. საზოგადოება ივერიისას დაფინანსებით ფრანგმა არქიტექტორმა შეიმუშავა გელათის განშენიანების გენერალური გეგმა. სამომავლოდ ისტორიული ძეგლი უნდა გახდეს ხიდი შუა საუკუნეებსა და თანამედროვეობას შორის და დაიბრუნოს ძველი ფუნქცია. საზოგადოება ივერიისა. დატოვე შენი კვალი ისტორიის ახალ ფურცელზე.